კაშმირის რეგიონი პაკისტანისთვის და ინდოეთისთვის ცენტრალურია და მათი ურთიერთობის განვითარებისაც დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად გადაწყდება ეს საკითხი. სათავეს ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ იღებს 1957 წლიდან იწყება ეს ყველაფერი, თუმცა მანამდე როგორც იცით, ინდოეთი იყო ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ და ერთ-ერთი წინააღმდეგობა ეროვნულ განმათავისუფლებელი, რაც ინდოეთის სუბკონტინენტზე გაიშალა, წამყვანი ამ წინააღმდეგობაში იყო ორი პარტია. ერთი იყო ეროვნული კონგრესი განდის და ნეჰრუს ლიდერობით და მეორე გახლდათ მუსლიმთა ლიგა მუჰამედ ალი ჯინას მეთაურობით. მუჰამედ ალი ჯინა თვითონ არც კი იყო ესეთი მორწმუნე მუსლიმი შეიძლება ითქვას, თუმცა მისი არგუმენტი გახლდათ ის, რომ ინდუისტებით დომინირებულ ქვეყანაში მუსლიმები იქნებიან შევიწროებულნი, მათ არ ექნებათ თავიანთი სამოქალაქო უფლებების სრულფასოვანი განხორციელების უფლება და ამიტომ ის მოითხოვდა ცალკე ქვეყანას პაკისტანის სახით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა სხვადასხვა, რა თქმა უნდა, დიდი კონფლიქტის და წინააღმდეგობის მიუხედავად და 1957 წელს, როდესაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა ინდოეთში და პაკისტანში, მოხდა ის ერთ-ერთი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიგრაცია ალბათ, ხო? ინდოეთისგან მოსახლეების ნაწილი გადაადგილდა პაკისტანში და პაკისტანიდან ინდოისტები გადმოვიდნენ ინდოეთში, მათ უნდა აერჩიათ რომელ ქვეყანაში სურდათ ცხოვრება. ამ მიგრაციის შედეგი იყო, რა თქმა უნდა, ასობით ათასი გარდაცვლილი ადამიანი, გაუჩინარებული ადამიანი და ამასთან ახლდა ისიც, რომ ამავე დროს უნდა გადაეწყვიტათ სამთავროებს, რაც სურდათ მათ ყოფნა და კაშმირი იყო ერთ-ერთი ასეთი, მას მართავდა მაჰარაჯა ჰარი სინგი და კაშმირს არამუსლიმები მართავდნენ, ესეც საგულისხმოა და უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში 1945-46 წელს, როდესაც სიქხებსა და ინგლისელებს შორის იყო ბრძოლა, ფულადი გარიგების სანაცვლოდ გულაბ სინგს შეხვდა ეს კაშმირის რეგიონი. მას შემდეგ სინგხები მართავდნენ და მისი მაჰარაჯა მეთაური მოკლედ ჰარი სინგი არ იყო ჩამოყალიბებული ინდოეთთან უნდა თუ პაკისტანთან. მაგრამ მალევე დამოუკიდებლობიდან კაშმირის ტერიტორიაზე შეიჭრნენ ტომები პაკისტანიდან და ჰარი სინგმა სთხოვა დახმარება ინდოეთს. ინდოეთმა დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ერთება ინდოეთთან და მათ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ძალიან დიდ ავტონომიას აძლევდა აი შეთანხმება კაშმირს და მას ჰქონდა თავისი დროშა, კონსტიტუცია, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც შემდგომში რა თქმა უნდა ჩაანაცვლა წლების შემდეგ მინისტრმა უბრალოდ ხო შტატის და ჰქონდა საკმაოდ ვრცელი უფლებები, რაც სამი რაღაც შედიოდა ინდოეთის უფლებამოსილებაში, ეს იყო თავდაცვა, ეს იყო საგარეო საქმეები და კომუნიკაციები, ხო? ეს არის რაღაც ესეთი ვითარება და ამავე დროს იმისათვის რომ განემუხტა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ომი იყო პაკისტანსა და ინდოეთს შორის და გაიყო კაშმირის ტერიტორია, უფრო მცირე ნაწილი შევიდა პაკისტანის ტერიტორიაში და ეს არის პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული კაშმირი და მეორე მხრივ გვაქვს ინდოეთის მიერ ადმინისტრირებული კაშმირი. ეს რეგიონი მნიშვნელოვანია პაკისტანისთვის, რატომ ესეც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ პაკისტანისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარეები იღებს სათავეს სწორედ კაშმირის რეგიონიდან და სწორედ ამიტომ სადღაც 1960-იან წლებში მოხდა შეთანხმება ინდოეთსა და პაკისტანს შორის აი ამ მდინარეების გაყოფასთან დაკავშირებით, წყლის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით, რაც დღეს საფრთხის ქვეშ არის, ხო, აი ამ ტერორისტული შეიარაღებული აქტის შემდეგ და ეს არის კონტექსტი, პირველი პრემიერ-მინისტრი იქნა არჩეული, ეს იყო შეიხ აბდულა, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის კონსტიტუციაში იყო გარანტირებული ეს ავტონომია, მაგრამ და ამავე დროს პლებისციტის უფლება ჰქონდათ, რომ ერთ დღეს კაშმირელებს შეეძლოთ განისაზღვრათ, რა სურდათ მათ. შეიხ აბდულა იყო ეს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა, ასე შემდეგ და მან დაიწყო საუბარი პლებისციტზე და აი ამის საპასუხოდ, სადღაც 1953 წელს ის დააკავეს, 20 წელი იყო ციხეში და მოკლედ რომ იმოვიხილო, იმასაც ვიტყვი, რომ მას შემდეგ ფაქტიურად კაშმირში იყვნენ ინდოეთისთვის მისაღები კანდიდატები ყოველთვის და იმისაღები მმართველები და მოხდა ის, რომ ასევე საკვანძო თარიღია 1987 წელი, როდესაც არჩევნები გააყალბა ინდოეთმა, ამან გამოიწვია დიდი უნებათა ხელვა და შემდეგ 88-89 წლებია სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი, მეამბოხე რაზმები იქმნება, პარტიზანული ბრძოლა
ყველა მიმდინარეობს და დიდი პროტესტი და წინააღმდეგობა. ამის შემდეგ ალბათ საკვანძო თარიღი, არ ვიცი, 2000-იანი წლები თითქმის 2 წელიწადში ერთხელ სულ დაძაბული სიტუაცია იყო. 2010-2016 წელსაც მოკლეს ერთ-ერთი ლიდერი ბურჰან ვანი, რასაც მოყვა დიდი აღელვება ქაშმირში და დიდი პროტესტი. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ქაშმირში არის ორი სხვადასხვა მიმდინარეობა, ხო? ერთნი არიან, რომლებიც ითხოვენ დამოუკიდებლობას და მეორე ჯგუფი, რომელიც ითხოვს პაკისტანთან შეერთებას, ხო? ეს ორი სხვადასხვა დაჯგუფება ამავე დროს. აი რა ადგილი უკავია თქვა დემოგრაფიას ამ შემთხვევაში. აი ჩვენ ვისმენთ ხოლმე ხშირად რომ ახლაც ამ თავდასხმის შემდეგ მაგალითად ამბობენ რომ ინდოეთის მთავრობა აქტიურად ასახლებს ინდოელ მოსახლეობას 80,000 ოჯახი თქვა ჩაასახლეს ინდოეთის კონტროლებად რეგიონში და ეს თითქოს კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირებას თვითონ რეგიონის შიგნით. თქვა რა როლი ქონდა მანამდეც და ახლაც თუ აქვს ამას რაიმე დაპირისპირების თქვა როლი ამ შემთხვევაში. დიახ, ეს დემოგრაფიის საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ აი ამ პოლიტიკურ კონტექსტში იმ გაგებით, რომ ავტონომია, რომელიც ქაშმირს ჰქონდა და ეს 370 მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში იყო, ის მას აძლევდა სპეციალურ სტატუსს და ქაშმირში ნებისმიერს არ შეეძლო ჩასვლა და დასახლება, მით უმეტეს ამოდამო საცხოვრისის უფლების მიღება. ეს ასე არ იყო, მაგრამ სწორედ ამ 370 მუხლს თავიდანვე 50-იან წლებიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ RSS-ის მიმდევრები. RSS-ი ეს არის იდეოლოგიური ფრთა, რომელთან აფილირებულიც არის ახლანდელი მმართველი პარტია BJP. და მათი წარმომადგენლები მაშინვე ეწინააღმდეგებოდნენ ამას, მაგალითად ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი პრასადი გვარად 52 წელს ჩავიდა და უკანონოდ გადაკვეთა ის კამპანიაში იყო ჩართული აი ამ 370 მუხლის წინააღმდეგ უნდა გაუქმება და ამბობდა რომ ქაშმირი უნდა გახდეს განუყოფელი ნაწილი ინდოეთის ყოველგვარი აი ამ სტატუსის გარეშე და ის მაშინ დააკავეს და დაკავებისას გულიშეტევით გარდაიცვალა და დღემდე აი ამ ფრთისთვის ის ითვლება მოწამედ და მუდმივად, მოკლედ BJP და მასთან აფილირებული სხვადასხვა დაჯგუფებები თუ ჯგუფები ყოველთვის ცდილობდნენ ყელში ეჩხირებოდათ, მოკლედ ეს მუხლი და მის გაუქმებას. მათ შორის, როდესაც BJP იყო ინდოეთში ხელისუფლებაში, 2000-იანების დასაწყისში სურდა მისი გაუქმება, მაგრამ მაშინ ვერ შეძლო, იმიტომ რომ კოალიციაში იყვნენ და ეხლა მოახერხეს ეს 2019 წელს. მოახერხეს 2019 წელს, რასაც მოყვა ის, რომ ამ სპეციალური სტატუსის გაუქმებასთან ერთად, როგორც იცით, ის ცენტრალიზებული გახდა მმართველობა, ძალაუფლებაც ცენტრალიზდა, ის დაემორჩილა პირდაპირ ცენტრს და ამან შესაძლებელი გახადა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უკვე ჩავიდეს და იქ იყიდოს უფრო მარტივად, თქვათ, მიწა და საკუთრება. და ამას მოყვა ასევე ის, რომ აი ამ 80,000-ში ალბათ შედიან ის ადამიანები, ვინც არიან ინდუისტი პანდიტები, რომლებიც გამოასახლეს, რომლებიც თავისი წამოვიდნენ, მაგრამ იძულებული იყვნენ, რომ წამოსულიყვნენ 90-იან წლებში ქაშმირიდან, აი სწორედ 88-90-იან წლების დაძაბულობის გამო. და ეს არის წინარე კონტექსტი და ამ კანონის გაუქმებამ, მუხლის გაუქმებამ, კონსტიტუციის ცვლილებამ გახადა შესაძლებელი ამგვარი დემოგრაფიული ცვლილებაც, რაზეც ძალიან დარდობენ ქაშმირში, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველგვარი მათ ავტონომია დაკარგვეს, ყოველგვარი უფლებები ფაქტიურად უფლებებსაც კარგავენ ამასთან და ამასთან ხედავენ დემოგრაფიულ ცვლილებასაც და ეს ყველაფერი ერთიანობაში საფრთხის შემცველად აღიქმება მოსახლეობაში. აი ეს ტერორისტული აქტი, რომელიც მოხდა 22 აპრილს, თქვენ ახსენეთ, რომ 2000-იანის დასაწყისში აქ ხშირად იყო უკვე კონფლიქტები და დღესაც ფაქტობრივად ომის ზღვარზე არიან, როგორც აცხადებენ და როგორც პაკისტანის ინფორმაციის მინისტრი ამბობს. რამდენად რეალური არის, ანუ ყოფილა თუ არა ეს მართლაც წარსულში თუნდაც 2000-იანის დასაწყისში რაიმე კონფლიქტის გამოწვევი, თუ არის გავს მაგალითი თუ რაიმე მხრივ განსაკუთრებული ან განსხვავებულია ეს ტერორისტული შემთხვევა, რაც აქამდე არ ყოფილა ისტორიაში. ერთი საინტერესო კითხვა იმ გაგებით, რომ შეიარაღებული თავდასხმები, ტერორისტული აქტი არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ხშირად არის, იმიტომ რომ რაც დაძაბულობა გრძელდება პროტესტი, გრძელდება მას მოყვება რეპრესიები ხოლმე, რეპრესიებს ისევ პროტესტი და ისევ შეიარაღებული თავდასხმები ესე წრეზე მოყოლებული 87 წლიდან. დეკადაში ერთხელ. განსაკუთრებით ამ ხორევ თვალსაჩინო 2010-იანი წლები, ხო? 2 წელიწადში ერთხელ ესეთი შემთხვევები იყო. მაგრამ რაც შეეხება ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ალბათ ესეთი სამი ძირითადი შემთხვევა შეიძლება გამოვყოთ და აქედან 2 იყო დაკავშირებული ქაშმირთან, ხო?
მაგრამ ტერორისტული აქტი და შეერაღებული თავდასხმები უფრო ხშირი იყო, ყველა მათგანს ომი რა თქმა უნდა არ მოჰყოლია, განსაკუთრებით 90-იანების შემდეგ, მას შემდეგ ორივე ბირთვული სახელმწიფოა უფრო ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს. ამ ხრივ ალბათ შეიძლება ღირდეს, რომ ეხლანდელი ტერორისტული აქტი, ეს თავდასხმა შევადაროთ 2019 წლის შეერაღებულ თავდასხმას. თუ გახსოვთ, მაშინაც და ეხლაც არის წინასარჩევნო პერიოდი. ეხლა არის ბიჰარის შტატში, რომელიც არის რელიგიურად მრავალფეროვანი შტატი, არჩევნები მოდის და მაშინ იყო ეროვნულ დონეზე არჩევნები 2019 წელს. და ამ არჩევნებს უსწრებდა წინ ის, რომ თებერვალში 2019 წელს სადღაც 4 ინდოელი სამხედრო მოკლეს შეერაღებული თავდასხმის დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ რა თქმა უნდა ინდოეთმა ამ ყოფაში დაადანაშაულა პაკისტანი როგორც ყოველთვის, იმ გაგებით, რომ ითვლება, რომ ეს მეამბოხეები წვრთნას გადიან პაკისტანის ტერიტორიაზე და საჰაერო იერიში მიიტანა პაკისტანზე, რის შედეგადაც პაკისტანმა 2 ინდოეთის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდო და პილოტი აიყვანა დააკავა. მაგრამ მაშინ იყო პაკისტანში იმრან ხანი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეხლა არის როგორც იცით, დაპატიმრებული და მაშინ იმრან ხანს მეტნაკლებად არ სურდა დაძაბვა ინდოეთთან ურთიერთობის და მან გადასცა ეს პილოტი როგორც მშვიდობის ჟესტი. თუმცა ინდოეთში მაინც მოახერხა ნარენდრა მოდიმ და მობილიზება, განწყობის და დარაზმა ამომრჩევლები მის სასარგებლოდ და უმრავლესობაც მოიპოვა არჩევნებში. მაგრამ ეხლა რა ხდება? ეხლაც არჩევნებია და უნდა ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინდოეთის არჩევნებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი ეს არის რელიგიის საკითხი, იმიტომ რომ რელიგიური პოლარიზაცია არის ის, რაზეც ახდენენ კაპიტალიზებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით მმართველი პარტიაც და ესეც აი ამ ჭრილში უნდა წარმოჩენილიყო, ხო, როგორც რელიგიური დაპირისპირება და თქვენ ახსენეთ რომ 26 ადამიანი დაიღუპა და საგულისხმოა რომ 26-დან საინტერესოა რომ სადღაც ეს 26 ადამიანი 20 შტატზე მეც წარმოადგენს. 20 სხვადასხვა შტატის წარმომადგენლებია, შესაბამისად მთელ ინდოეთს შეეხო ეს საკითხი, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ეს ბოლომდე რელიგიური არ გამოვიდა ამის რელიგიურ დაპირისპირებად მთლად წარმოჩენა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ კაშმირში გამოვიდნენ ადამიანები, დიდი წინააღმდეგობა და დიდი სოლიდარობა გამოჩნდა კაშმირში, რაც მოუწიათ რომ გაეშუქებინათ ინდოეთის მედიაში და მთლად აი ეს ხისტი რელიგიური დაპირისპირების სახე ვერ მიიღო ამან. ეხლა რაც შეეხება ასე თქვენ უნდა აღინიშნოს გამოხმაურებას, რა თქმა უნდა ინდოეთი ითხოვს გამოძიებას, მაგრამ რაც შეეხება პაკისტანი, რასაც ცდილობს არის, რომ როგორც იცით მარტში ასევე მოხდა თვითონ პაკისტანში არის ბალოჯისტანში მეამბოხეების აჯანყება, შეიძლება ესე ვთქვა და იყო თავდასხმა მატარებელზე თუ სადღაც 11 მარტს, რასაც მოყვა დაკავება აქტივისტების ბალოჯისტანში და რასაც პაკისტანი ცდილობს კი ბატონო, მე ჩავერთვები აი ამ საგამოძიებო პროცესში, მაგრამ უნდა განიხილოს ეს გარეშე პირმა, სხვა პირმა, ანუ ინდოეთის და პაკისტანის მიღმა, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა განიხილონ ორივე შემთხვევა ერთად, როგორც ტერორისტული აქტია. ამით ინდოეთი უკმაყოფილოა, იმიტომ რომ აი იმ ბალოჯისტანის შემთხვევას პაკისტანი ცდილობს, რომ ინდოეთს დაუკავშიროს და ინდოეთი უკმაყოფილოა, აი ამ ორი შემთხვევის, რომ პაკისტანი ცდილობს ერთმანეთს გაუტოლოს ჯერ ერთი და მოკლედ აი ამ კონტექსტში ასევე ალბათ საგულისხმოა აშშ რა როლს დაიკავებს, იმიტომ რომ როგორც იცით, აშშ ყოველთვის ძირითადად პაკისტანის მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 1950-იან წლებში სხვა სიტუაცია იყო, ეხლა უკვე სხვა სიტუაცია და ბევრად ახლო ურთიერთობა აქვს ტრამპს და მოდის თუნდაც ნარენდრა მოდის და აი ამ კონტექსტში ხო ვიცით რომ აშშ-მ ასევე დაურეკა და მოუწოდა რუბიომ ხო შეჰბაზ შარიფს რომელიც არის პრემიერ-მინისტრი პაკისტანის ამ კონტექსტში ეს ერთი მხრივ უნდა განვიხილოთ როგორც წინასაარჩევნო რაღაც პროცესი და ასევე ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობის კონტექსტში თუმცა ასეთი დაძაბულობა არაერთხელ იყო და ეს არ ქცეულა ომის მიზეზად წინა წლებში და იმედოვნებთ რომ ასე იქნება ახლაც